ყველაზე ხშირად მოსამსჯელობთ ჩვენ ვიყენებთ წარსულზე დაფუძნებულ ენას. აი გახსოვს შენ ესე გააკეთე. ადამიანები ესე შვებიან. მოკლედ მსჯელობა მიდის წარსულ გამოცდილებაზე დაფუძნებით. რითი განსხვავდება წარსული ჩვენი მომავლისგან? და რატომ არის მომავლის ენა უფრო მნიშვნელოვანი ვიდრე წარსულის? იმიტომ რომ წარსულში გინდა არ გინდა ჩვენი ტვინი მეწივად ინახავს რთულ გამოცდილებებს, რთულ ემოციებთან ერთად. ძალიან ცოტას ინახავს სინამდვილეში სასიამოვნოს, ძალიან ცოტას ინახავს სასიხარულოს, სამადლიეროს. მეწივად ინახავს საფრთხეებს, წყენებს, ბრას. რატო ინახავს ჩვენ ტვინი ეგრე? თვით გადარჩენისთვის იმ მტკივნეულ გამოცდილებებს გაცილებით მეტი ღირებულება აქვს. ამიტომ ერთადერთი რაც შენ შეგიძლია გააკეთო, რომ ამას დაუპირისპირდე, ცნობიერად აირჩიო, ილაპარაკო შენ მომავალზე და შენ მომავალ გეგმებზე, სურვილებზე, ხედვაზე, მისიაზე, ღირებულებებზე, ყველაფერზე იმაზე, რაც შენი სასურველი მომავალია და არა წარსულით განპირობებულ.